გამარჯობა, ამ ვიდეოში მე ვესწავლით თუ როგორ უნდა გავიტანოთ ეს ორიენტაციაცი ჯარიმა. თუ ჯარიმა დაიდო თვიმეტად 18 მეტრში, ვაკეთებ შემდეგ დავწერთ დავითა მიმართულებას და ჩაწოდებას ვავსებთ ბოლომდე. ეს დაბლა უნდა გაწმენდიყო. ეს მეორე ვარიანტია, მაგალითად დაიდოთ 18 მეტრში ისევ. უმიზნებთ კედლის საპირისპირო მხარეს და ვაწვევით ზევითა მიმართულებას და ცოტათი ვავსებთ დარტყმას. შემდეგ თუ დაიდო მაგალითად 24 მეტრში, ვაწვევით LB-ს და შემდეგ LB-ს გამოყავს კაცი, ვაწვევით LB-ს და პას, შემდეგ დარტყმას. შემდეგ ვარიანტი, მაგალითად 24 მეტრიდან ვაწვევით და გვიჭირავს დაბლეთა მიმართულებაზე და ამასობაში ვავსებთ დარტყმას ნახევარზე. შემდეგ ვაწვევით პას და მიმართულებას ვაკეთებთ. იმედია ყველაფერი გაიგეთ, თუ რამე ვერ გაიგეთ, დაწერეთ ამ სახის კომენტარებში.